ამერიკელ პედოფილთა კლანს კოლუმბიაში დემოკრატიის განადგურება სურს. ეს უხეში რეალობაა. ეპშტეინის სიის გამოქვეყნება რომ არ მოხდეს, ისინი საზღვაო ხომალდებს გზავნიან ამ ქალაქში მცხოვრები მეთევზეების დასახოცად. ისინი ჩვენს მეზობელს ემუქრებიან, გამუდმებით საუბრობენ, რომ იქ დიქტატურაა. თითქოს კოლუმბიელი ხალხის სიხარულით შეეგებება მათ მოძმე ქვეყანაში სამხედრო ინტერვენციას. აქ საქმე პრეზიდენტს არ ეხება, არამედ ვენესუელელ ხალხს. განა როდის ყოფილვართ გამყიდველები, როდის გვიღალატია ჩვენი სისხლით და ხორცით ძმებისთვის. პანამელებისთვის ან ვენესუელელებისთვის. ისინი ჩვენი ხალხი არიან. ამერიკელებს სურთ მეცის გავაკეთო, რის გაკეთებაც ლაჩარ ივან დუკეს სურდა. კოლუმბიის მიწა მივყიდო მათ, რათა იქიდან ჩვენს მოძმე ქვეყანაში ინტერვენცია შეძლონ. ვენესუელა არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ საზიარო ისტორია გვაქვს, რადგან სიმონ ბოლივარი სწორედ იქ დაიბადა. სიცოცხლის ბოლოს კი ამ ქალაქში ჩამოვიდა და გარდაიცვალა. ეს არ მოხდება. კოლუმბიის პრეზიდენტი, რომელიც ახლა ამერიკელების ნებას დაჰყვება, დაწყევლილი იქნება მომავალი თაობების მიერ, რადგან მომავალი თაობები არასდროს დაივიწყებენ ასეთ ღალატს. მე არ მივეკუთვნები მათ რიცხვს, რომელთაც ბოლივარის მოკლა სურდათ. ვენესუელის მთავრობამ მართლაც დაიმსახურა კრიტიკა მრავალი თვალსაზრისით, თუმცა ვენესუელელ ხალხს მე ვერ ვუღალატებ. არც მათთვის ხაფანგის დადებას ვაპირებ, რომლის მეშვეობით იქ შეიჭრებიან და მათ ნავთობს დაეპატრონებიან. ეს ინტერვენცია სიხარბითა და ძალადობით არის მოტივირებული. მათ სურთ სამხრეთ ამერიკის ეს ულამაზესი მხარე კიდევ ერთ სირიად, ერაყად და ლიბიად აქციონ, სადაც მონები ეყოლებათ, მონებით ივაჭრებენ და მონობის ახალ სისტემას ჩამოაყალიბებენ. მათ სურთ აქ ძალადობა გაჩაღდეს, რათა ამერიკელმა ხალხმა ეპშტეინის სიაზე, რომელშიც მისი მეგობრები ფიგურირებენ, აღარ იფიქროს. ამერიკელი ხალხის ყურადღება არა მათი მთავრობისკენ, არამედ ქსენოფობიისკენ, რასიზმისკენ, რასობრივი უპირატესობებისკენ და სხვა მსგავსი ყალბი იდეებისკენ იქნება მიმართული. ისინი ჩვენ გამოგვიყენებენ, რათა თავი აარიდონ მათ რეალურ პრობლემებს. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.